მოვამზადოთ 2 კილა, გავრეცხოთ, გავუკეთოთ დეზინფექცია, ერთში მოვათავსოთ დამატენიანებელი თვალისაცხი, რომელსაც დავამზადებთ ბავშვის კრემიდან და ალოესგან. იქნება ნებისმიერი სახის განკუთვნილი არაჩვეულებრივი კრემი, რომელიც ძალიან კარგად უმკლავდება ჩამოოსიებულ უპებს და ჩაშავებულ თვალის კანს. მეორე საცხი კი დავამზადოთ შიის კარაქის ბაზაზე, შიის კარაქიდან და გამოიყენეთ გოგოებმა 28 წლის შემდეგ, რადგან შიის კარაქი ძალიან კარგად უმკლავდება ნაოჭებს. შეიძლება ახალგაზრდა გოგოებმაც გამოიყენონ, მაგრამ უფრო ეფექტური უკვე ასაკობრივი კანისთვისაა შიის კარაქზე დამზადებული საცხები. ახლა კი წავედით. გავუკეთოთ დეზინფექცია სამუშაო მაგიდას. თითებს, ჭურჭელი უნდა იყოს სტერილური და ყველაფერი ძალიან სუფთა. მე ამ კრემს უმზადებ ყოველთვის ანას, რადგან მას აქვს გენეტიკურად ჩაშავებული თვალის უპეები და ამ საცხის დახმარებით უმკლავდება მას და ფაქტიურად 90% გაუღიავდა თვალის კანი და დღეს მას ფაქტიურად ეს პრობლემა არ აწუხებს. ერთ საცხი ყოფნის მას სადღაც თვე-ნახევარი, ინახება კიდევაც კარგად, რადგან ვუმატებთ ჩვენ ვიტამინ E-ს ამ საცხს და ვიტამინ E-ს საშუალებით ნებისმიერი კრემის ხანგრძლივობა უფრო გრძელია. მოკლედ, აგრძელებს შენახვის ვადას ვიტამინ E-ს ზეთი. ეხლა კი რა გვჭირდება ამისთვის? ბავშვის საცხი 1 ჩაის კოვზი, ალოე ვერას გელი, 1 ჩაის კოვზი, ნუშის ზეთი 1 ჩაის კოვზი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი, ყურძნის წიწის ზეთი, ხორბლის ზეთი, მოკლედ ნებისმიერი ზეთი. მე ამ შემთხვევაში კი გამოვიყენებ ნუშის ზეთს, არაჩვეულებრივი აგრეთვე თვალის საცხებისთვის ავოკადოს ზეთი, ოდნავ გლიცერინს 3 წვეთს მიახლოებით, აბუსალათინის ზეთს და 2 კაფსულა ვიტამინ S. ამას ყველაფერს ახლა მე მინი მიქსერით გადავუურევ და ჩვენი თვალის საცხიც მზადაა. აი ესეთი ძალიან ფაფუკი, ნატურალური და კარგი დამატენიანებელი საცხი გამოდის ამ ინგრედიენტებით თვალის კანისთვის. როგორც გითხარით, უმკლავდება კარგად ჩამოშავებულ და შეშუპებულ უპეებს. კარგად იწოვს კანი, არის ძალიან მსუბუქი და ვიტამინებით გაჯერებული. ეხლა კი დავამზადებ თვალის საცხს ჩემთვის, რომელიც არის უფრო ცხიმიანი, რადგან ჩემს კანს მეტი კვება ჭირდება, მეტი ცხიმი და ვიტამინები, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. მეორე თვალის საცხის გასაკეთებლად დაგჭირდება 1 სუფრის კოვზი შიის კარაქი, არარაფინირებული, რადგან არარაფინირებული შიის კარაქი შეიცავს გაცილებით ბევრ ვიტამინს, ვიდრე რაფინირებული და უკვე კოსმეტიკურად გადამუშავებული. მოვათავსოთ ცხელ წყალზე 30 გრადუსის ტემპერატურაზე. შიის კარაქი, როგორც ხედავთ, კარგად ლღვება. მისი გაცხელება არ შეიძლება, რადგან კარგავს სასარგებლო ვიტამინებს. აი, იწყებს ჩვენი კარაქი გალღვობას. და ვამატებთ ზეთებს. 1 სუფრის კოვზი შიის კარაქი, 1 ჩაის კოვზი ყურძნის ზეთი,
1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი, გლიცერინი 1/2 ჩაის კოვზი და აბუსალათინის ზეთი 1/2 ჩაის კოვზი. ბოლოს კი ვამატებთ 1 ჩაის კოვს ალოეს და ვიტამინ S კაფსულას 2 ცალს. აი ჩვენი მეორე საცხიც მზადაა. სანამ ჯერ კიდევ თბილია, გადაგვაქვს ის შუშაში. და სადღაც 9 საათის შემდეგ უკვე მიიღებს კრემის მასას. გავიდა 9 საათი, ჩვენი საცხიც გამყარდა, გამაგრდა, აღარ არის ისეთი თხევადი. აქვს ოდნავ მოყვითალო მომწვანე შეფერილობა, მაგრამ შიის კარაქს ახასიათებს, ნატურალურ შიის კარაქს, არა რაფინირებულს ესეთი ფერი და პლუს ზეთებსაც. გამოვიდა ესეთი ცხიმიანი, არაჩვეულებრივი დამატენიანებელი და პლუს მკვებავი თვალის კრემი, რომელსაც მე გამოვიყენებ საღამოს სახისკანის რიტუალის შემდეგ, წავისმევ თვალებზე დაძინებამდე 1 საათით ადრე, რომ არ გამოიწვიოს თვალებზე შეშუპება. ეს კრემი შიის კარაქსი დამზადებული არის, როგორც გითხარით, ასაკოვანი კანისთვის, რადგან შიის კარაქი ძალიან კარგად ებრძვის ნაოჭებს და უმკლავდება ნაადრევ დაბერებას. ეს კრემი, რომელიც მე ანას დავამზადე, შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ, ანუ ხანში შესულმა ქალბატონებმა, მაგრამ დღისთვის შიის კარაქს თუ ვიყენებთ აი ამ საცხს საღამოს, ალოე ვერას, აი ეს ფაფუკი, დამატენიანებელი საცხის გამოყენება კი დღის მოვლის რიტუალში შეგვიძლია ჩავთოთ. მაქვს ესეთი ლამაზი ცარიელი შუშები, მაკარონსის ფორმის, რომელიც მე აი ამ კოვზებთან ერთად ვიშიზე შევუკვეთე სპეციალურად საცხებისთვის, თვალის საცხებისთვის. არის ძალიან ლამაზი და ზუსტად თვალის საცხებისთვის განკუთვნილი და მოვათავსებ ჩემთვის განკუთვნილ პორციას. ამ სათავსოში. ანუ ეს ალოე ვერას და ბავშვის საცხზე დამზადებული კრემი მექნება მე დღისთვის განკუთვნილი. და შიის კარაქის საცხს გამოვიყენებ საღამოს მოვლის რიტუალისთვის. ესეც ასე. და გამოგვივიდა ასე მარტივად, აი ესეთნაირად უბრალოდ 2 არაჩვეულებრივი საცხი, დღისთვის და ღამისთვის. და ეცადით საცხები ყოველთვის ამოიღოთ აი ესეთი ჩხირებით, სუფთა დეზინფიცირებული ჩხირებით და არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ საცხში თითებით, რო არ შეიტანოთ ბაქტერია, განსაკუთრებით ეს ეხება სახლში დამზადებულ საცხებს. ეხლა მოვათავსებ ბნელ ადგილზე, აი ამ საცხს მივართმევ ანას, ძალიან გაუხარდება და ამ ჩემ 2 საცხს მოვათავსებ კარადაში და მექნება ყოველ ესეც ასე 2 არაჩვეულებრივი საცხი დავამზადეთ ძალიან მარტივად, ნატურალური პროდუქტებით, ჩვენი ხელით და ვიცით რომ ექნება არაჩვეულებრივი ეფექტი, არ შეიცავს ის არანაირ ქიმიურ დანამატებს, არანაირ პარფიუმს, პარაბენს და ასე შემდეგ. არის სუფთა, ნატურალური და ჩვენი კანისთვის განკუთვნილი. ეხლა კი გემშვიდობებით ყველას. მომავალ ჩართვას კი დავუთმობ დამატენიანებელ კრემს, რომელსაც რა თქმა უნდა შიის კარაქსი დავამზადებთ. გემშვიდობებით ყველას, კარგად.